დღეს ჩვენთვის და ჩვენი არხისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია 15 მარტია, თარიღი, რომელიც ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. ზუსტად 23 წლის წინ, 2003 წლის 15 მარტს ტელეკომპანია იმედი პირველად გავიდა ეთერში და მას შემდეგ საქართველოსთვის ერთი დიდი საერთო ისტორიის ნაწილი გახდა. ეს გზა ბადრი პატარკაციშვილის ხედვით დაიწყო. ადამიანის, რომლის მიზანიც თითოეული მოქალაქისთვის საიმედო პლატფორმის შექმნა იყო. და მართლაც ჩვენმა არხმა ქართულ ტელესივრცეში მაუწყებლობის თანამედროვე ევროპული სტანდარტები დაამკვიდრა და მაყურებელს მაღალხარისხიანი ლიცენზირებული პროექტები შესთავაზა. იმედის ბიოგრაფია ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის განუყოფელი ნაწილია. დღეს შეუძლებელია არ გავიხსენოთ 2007 წლის 7 ნოემბერი. ის უსამართლობა და მძიმე წუთები, რომლებიც თქვენთან ერთად იმედის თანამშრომლებმა საკუთარ თავზე განიცადეს და ჩვენს მეხსიერებას სამუდამოდ შემორჩა. თუმცა ჩვენი სიმტკიცე სწორედ იმ პრინციპებში აღმოჩნდა, რომლებმაც 2012 წელს არხი თავის დამფუძნებელ ოჯახსა და პირვანდელ ღირებულებებს დაუბრუნა. დღეს იმედი სატელევიზიო ბაზრის უპირობო ლიდერია. რეიტინგების მთლელი ორივე კომპანიის მონაცემებით ჩვენი საინფორმაციო გამოშვებები, მეგაშოუები და სერიალები უკონკურენტოა. თუმცა რეიტინგი ჩვენთვის მხოლოდ მშრალი სტატისტიკა არ არის. ეს არის თქვენი მხრიდან ყოველდღიურად დადასტურებული ნდობის მანდატი. ეს ციფრები ნიშნავს, რომ თქვენ გვირჩევთ ჩვენ და ჩვენ სწორედ თქვენთვის მუშაობთ. და ის, რასაც თქვენ ეკრანზე ხედავთ, მხოლოდ აისბერგის მწვერვალია. იმედის ნამდვილი გუნდი კადრს მიღმა ფეთქავს. ეს არის ასობით პროფესიონალისგან შემდგარი ერთიანი ორგანიზმი. ადამიანები, რომლებიც უძილო ღამეებისა და დაუღალავი შრომის ფასად ქმნიან მაგიას, რასაც ტელევიზია ჰქვია. სწორედ ეს გუნდურობაა ჩვენი მთავარი ძალა, როდესაც ზუსტად იცი, რომ შენ ზურგს უკან პროფესიონალიზმისა და თავდადების ურყევი კედელი დგას. ჩვენთვის, თითოეული ჩვენი კოლეგისთვის იმედი მეორე სახლია. აქ მუშაობა ნიშნავს ყოველწამიერ პასუხისმგებლობას იმ მილიონობით ადამიანის წინაშე, ვინც ტელევიზორს ჩვენს არხს ერთავს. ლიდერობა ჩვენთვის ნიშნავს არასდროს მოვდუნდეთ, მუდმივად დაუწყოთ ფეხი ციფრულ ეპოქას და ყოველ დილით თავიდან დაგიმტკიცოთ, რომ თქვენ სწორი არჩევანი გააკეთეთ. მადლობა თითოეულ თანამშრომელს, ვინც ამდით საქმეს აკეთებს. და რაც მთავარია, მადლობა თქვენ, ჩვენო ერთგულო მაყურებელო, რომ ამ 23 წლის განმავლობაში ჩვენთან ერთად იზიარებთ სიხარულსაც და გამოწვევებსაც. გილოცავთ ამ დღეს, რადგან იმედი პირველ რიგში სწორედ თქვენ ხართ ადამიანები, ვისთვისაც ვარსებობთ, ვისთან ერთადაც კიდევ ბევრ საინტერესო წელს დავატარებთ დარწმუნებული ვარ. კი ბატონო და მე მინდა აღვნიშნო, რომ წელს იმედი გარკვეული გამოწვევით შეხვდა 23 დაბადების დღეს და ამ პერიოდში მე ვიგრძენი, რომ ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩვენ ვართ ერთი ოჯახი, ერთი მთლიანი ორგანიზმი, მაგრამ ამ მოვლენებმა კიდევ უფრო მეტად გაგვაერთიანა. კიდევ უფრო მეტად გვაჩვენა ის სიძლიერე და ერთიანობის მნიშვნელობა, რასაც აქამდე ისედაც გრძნობდით, მაგრამ დღეს იმედი თავის ერთგულ მაყურებელთან ერთად, თავის გუნდთან ერთად კიდევ უფრო მეტად ძლიერია და ამ ყველაფრისთვის მე არ მიყვარს ხოლმე, მაგრამ განსაკუთრებული მადლობა უნდა ვუთხრა ჩვენი არხის დირექტორს, გენერალურ დირექტორს მაკალომიძეს, რადგან მისი ამ დაუღალავი შრომის, დიდი ენერგიის, არ ვიცი, ზრუნვის შედეგია, ჩანს ყველა მის ნაბიჯში, ყველა სიტყვაში, გამხნევებაში და გვერდში დგომაში ნამდვილად. და მინდა რომ კიდევ ერთხელ ჩემს კოლეგებს და სრულიად საქართველოს მიულოცო ეს დღე. მეც უერთდები თქვენ მილოცვებს, მეც ულოცავ არხს დაბადების დღეს, მართლა მნიშვნელოვანი დღე არის, იმიტომ რომ 2003 წელი მე ზუსტად მახსოვს ეს პერიოდი, როდესაც ბადრი პატარკაციშვილმა ითავა ამ არხის დაქოქვა, ასე თუ შეიძლება ითქვას, ამ არხის ერთ-ერთი პირველი პროექტების მონაწილე ვარ და ძალიან კარგად მახსენდება ეს პერიოდი და ეს ფასდაუდებელი ამ საქმე, რომელიც ამ კაცმა წამოიწყო დღეს, რა ვიცი, ვითარდება მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომელებიც იყო. არაერთი გამოწვევა ქონია და ყველა გადავლახეთ. მე სულ იმას ვფიქრობ, რომ შესაძაც არის რაღაცა
საფრთხე ან როდესაც არის რაღაც გაჭირვება, როდესაც არის რაღაც ექსტრემალური სიტუაციები, იქ უფრო იკვრება ჯანსაღი კოლექტივი, ჯანსაღი ადამიანებისგან შემდგარი კოლექტივი უფრო იკრება. ხო, რაღაც უფრო სხვა რაღაცას უფრო რაღაცნაირი შემართება სხვანაირია და ყოველთვის ესია ნებისმიერ საქმეში. სპორტი აიღე, ხელოვნება აიღე, ამ შემთხვევაში ტელევიზია და პირიქით რაღაც კომფორტს გრძნობ, როდესაც იცი, რომ თუ ვიღაცა რაღაცას გევძვის, ესე იგი შენ რაღაცას წარმოადგენ, ძლიერი ხარ და ვიღაცის საფიქრალი ხდება, რომ გაანეიტრალოს ესა თუ ის საქმის გამკეთებელი ადამიანები, რომლებიც აკეთებენ ისეთ რამეს, რომ შენ ის მხარე წუხდება. მე არ მგონია, რომ ჩვენ ვიღაცას ვაწუხებთ, უბრალოდ ვმუშაობთ ჩვენი მაყურებლისთვის და კიდევ ერთხელ მინდა გავმეორდე, რომ არც ერთი ესეთი შემოტევა, რომელიც ფიზიკური თუ სანქციებით და შემოტევა თავდასხმა ერთი და იგივეა, ვერ ტეხავს ამ კოლექტივს, კრავს და უფრო რაღაც თანადგომა უფრო სხვანაირი ხდება. რა მე მოხარული ვარ, რომ დღევანდელ დღეს წარმოადგენ იმედის დიდ ოჯახს, დიდ კოლექტივს და რაღაც პატარა წვლილი შემაქვს იმ საქმეში, რომელსაც ჩვენ ყველანი ერთად ვაკეთებთ.